მათ არ ქონდათ დავალებული და არც არავითარი კომპეტენცია არ ქონდათ ღვინის იქნებოდა თუ კონიაკის პროდუქციის ხარისხის შემოწმებისა, რაც პრეზიდენტის კომენტარში გაიჟღერა, რომ ვითომ ჩვენ ხელის კანკალით უსხავდით ღვინოს და მერე თვალებში შევციცინებდით, მოეწონებოდა თუ არა. ეს აბსოლუტურად არ ყოფილა, იმიტომ რომ მათ კომპეტენციაში ხარისხის შემოწმება არ ყოფილა. ისინი არიან სანიტარული ექიმები, რომლებსაც ევალებოდათ სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება. შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი პრეზიდენტი. იმიტომ რომ ჩვენ უკანა თათებზე დამდგარი არ ყოფილვართ მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში ძალიან კორექტულად და ქართული სტუმართმოყვარეობით, რაც ჩვენ მტერსაც კი სტუმართმოყვარეობას ვიჩენთ წერთან შეხვედრაშიც კი და მით უმეტეს კეთილგანწყობა იყო ორივე მხრიდან. ეს არის ძალიან ლოგიკური მოთხოვნა ამა თუ იმ ქვეყნის თუ დიდი კორპორაციის. ვთვლი რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ რომ ეს პროცესი დაიწყო. და რუსეთის ბაზარი გახსნილი რომ იყო ეს პერიოდულად ესეთი პროცედურები ტარდებოდა ერთდროულად რა თქმა უნდა არა ყველა კომპანიას ინდივიდუალურად საჭიროების სამებ ატარებდა ხოლმე ესეთ ექსპერტიზას ეს ინსპექტირებას. სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დელეგაციის შემადგენლობა დღეს სტუმრობს კახეთს და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებში განაგრძობს შემოწმებას. მათი ვიზიტი საქართველოში პარასკევს დასრულდება.